ჩრდილების თეატრი ბუდრუგანა 1982 წელს თბილისში რეჟისორ გელა კანდელაკის მიერ ჩამოყალიბდა. სხვადასხვა პროფესიის ადამიანები მაშინ გაერთიანდნენ ერთი იდეის ირგვლივ. ძნელად მისაღწევ სოფლებში ჩაეტარებინათ ბავშვებისთვის სპექტაკლები. თეატრის პრემიერა 1991 წელს პარიზში მარიონეტების კვირეულზე შედგა. 1996 წელს თეატრის სახელი ბუდრუგანა შეიცვალა ბუდრუგანა გაგრათი, რადგან თეატრი აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებით დაკომპლექტდა. 2009 წელს ბუდრუგანას სახელმწიფო თეატრის სტატუსი მიენიჭა და ის თოჯინების თეატრიდან რუსთაველის თეატრის შენობაში გადავიდა. 30 წლიანი არსებობის მანძილზე ბუდრუგანა გაგრამ მოიარა როგორც საქართველოს მთა და ბარი, ისე მსოფლიოს ქალაქების სცენები, დაწყებული ევროპული აკადემიური საკონცერტო სივრციდან დამთავრებული ინდონეზიური ბუდისტური ტაძრით. ქართული ჩრდილების თეატრი უნიკალურია. მხოლოდ ხელის ჩრდილების დახმარებით შექმნა დრამატული თეატრის ტოლფასი სპექტაკლები, ეს მხოლოდ ქართველებს შეუძლიათ, წერენ ამერიკელი და ევროპელი მკვლევარები. ქართული ჩრდილების ხელოვნებით დაინტერესებული არაერთი ქვეყანაა. 2015 წელს ლიეტოვადან 2 წლით თბილისში ჩამოვიდა სტუდენტების ჯგუფი, რომლებიც სწავლობდნენ რეჟისორ გელა კანდელაკთან ხელის ჩრდილების თეატრის სპეციფიკას. დღეს ვილნიუსში ფუნქციონირებს ბუდრუგანა ლიეტუვა, ნიქოზში კი ბუდრუგანა ნიქოზი. სპექტაკლების გარდა ჩრდილების თეატრი თანამშრომლობს მუსიკოსებთან. პერიოდულად ქმნის მულტიმედიურ წარმოდგენებს, როგორც თანამედროვე მუსიკის ანსამბლებთან თეიმურაზ ბაკურაძის ხელმძღვანელობით, ისე ჯაზის მუსიკოსებთან ერთად. თანამშრომლობს ვენეციის ბაროკო ორკესტრთან. აღფრთოვანებული მაყურებელი. თითოეული ბავშვის გაღიმებული და აღტაცებული სახე დიდი სტიმულია ამ საოცარ, მაგრამ რთულ გზაზე.